საზოგადოება მოგესალმებით პირველ რიგში ჭუბერის საზოგადოებას არ აქვს მნიშვნელობა აქ არიან თუ არ არიან მე ძალიან მიყვარს ჭუბერი როგორც ჩემი ძმები როგორც ჩემი ახლობლები და გამომდინარე აქედან მათი სახელით მინდა მოგესალმოთ აქ დამდგარ ყველა საზოგადოებას ძალიან მრავალფეროვანები ხართ ახალგაზრდებიდან დაწყებული ხანდაზმულების და ასე შემდეგ საშუალო საკითხები მოგესალმებით მე პირველ რიგში გამოვხატავ კეთილნებას სრულიად ლეტეხის ქვემოშვანეთის საზოგადოების ნებას და სრულ თანადგომას უცხადებ იმ სიტუაციებს რაც არამატონებს რაც ხდება ჩვენთანაც და ასე შემდეგ სხვა რეგიონებში ჩვენგან მარცხნივ დგანან ლეტეხი წარმომადგენლები ანუ ჩვენ შევარდნით სახელი ჩვენ მოძრაობას ლალხორი 1 გავხსნით ზემოშვანეთს ლალხორი 2 ჩვენი იქნება ლალხორი 2-ის წევრები რომლებიც ბრგე სულიერების რაინდებათ აგერ გვევლინებიან ჩემ მარცხნივ და დიდი მადლობა კიდევ ერთხელ თქვენი სახელით მათ მსგავსი თანადგომისას. მეგობრებო, ამავე თანადგომა გასაგებია, როცა ჩვენ ამ მიწაზე შემოვედით და შემოვდიოდით არაერთხელ, სულ სხვანაირი განწყობა გვეუბნება. აქ ჩვენ მამა-პაპას გაუვლია, აქ ჩვენ მამა-პაპას გაუვლია, აქ ჩვენ დავდივართ. ეს არის ხრიოკი ადგილი, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ გვაჩუქა. აქ არის წირი ნიადაგი, რომელიც ჩვენმა მამა-პაპამ გვაჩუქა. აქ ღირებული ნიადაგები არ არის. აქ წირი ნიადაგებია და ამ ნიადაგების დასაცავად, იმ საძირკვლების სახლების დასაცავად, რომელსაც ლენტეხში მასიურად უყურებენ გათხრებს, ასევე თქვენ საზოგადოებაში, ასევე მესის საზოგადოებაში, რაჭაში და ასე შემდეგ. ეს მიზანმიმართული აქციებია. მეგობრებო, მიზანმიმართული აქციები და როცა სვას პირველ რიგში აწყვილებენ, რომ ეს კარგია, აი ამ ღირსებას ვერ იტანს, ღირსების შელახვას ვერ იტანს სვანეთმა ყველაზე მეტად იცის, სად არის კარგი ექსპერტი, სად არის ცუდი ექსპერტი. ვერანაირი ექსპერტი ვერ ივარგებს ჭუბერში იმ მოსახლეობის გარდა, რომლებმაც აქ თავიანთი ცხოვრება შესწირეს ამ მიწასთან. მათ იციან აქაური კლიმატის არის და კარგი. გამომდინარე აქედან იგივე სიტუაცია ქვემო ლენტეხში, ამიტომ ჩვენ არანაირ ექსპერტებს არ ვებღობით, არანაირ ექსპერტები არ გვინდა, ჩვენი კუთხის იმ კუთხის რომლებმაც ისტორიას გაუწეს და თქვენგე მოვიდა. აი იმ კუთხის ექსპერტები ყველაზე მეტად თქვენ მგანდებით და გამომდინარე აქედან ჩვენ სრულ თანადგომას გიცხადებ თქვენ. მე დავეთანხმები ბატონი ენერგეტიკოს რომელიც გამოვიდა. მე თავთან შეგაცდეთ ერთ მნიშვნელოვან ნიშანებრივ რაღაცაზე გეტყვით. როცა ჩვენთან ხდება ეს ლენტეხის საზოგადოებაში, ექსპერტი თუ მონიტორინგი არ ვიცი, ხელედურად გესის მშენებლობაზე ხამის 2 საათს შემოდის, იქ რაღაცას თხრის და მერე მიდის გარის რაჟამდე, აქ რაღაცაშია საქმე. იგივე ხდება ალბათ თქვენგანაც. ხალხო ასე მოვიდეს, ეს რო კარგი იყოს გამართლებული დასამალი რა ჰქონდათ. ამიტომ თვითონ მოუნებიან მათი ქმედებით, რომ ეს ცუდია, ჩვენ დავარკვიდეთ მათ ლოგიკას, ეს ცუდია, მაგრამ მაინც კარგია, ეს ფასადური მიდგომა სვანურ სულს არ გატეხავს და სვანეთი ყოველთვის იქნება ერთად და მეორე და ამით დავამთავრებ. მეგობრებო, სხვაგან უეცეთ წეს ამ დიდი ენერგომაფიის აღმასრულებელი ხალხი არიან. მე ასე შევარქმევდი შეუზღუდავი საზოგადოების პასუხისმგებლობის ადგილობრივი ხელისუფლებები, რომლებიც თქვენ ხართ, ჩემ ხართ, ჩემი შვილების ხართ, ჩემი მეზობლების, მეგობრების, შენი სისხლის და ხორცის ხართ, უნდათ რომ შეიყვანოთ შესწომაში ეს დიდი ჯუმბერაზი, ოლიმპოს წოდებული შენი სვანეთი. არა და არა ეს არ მოხდება. უკაცრავად შეგაწკინეთ. თავი მადლობა ყურადღებისათვის, კარგად დამწოდეთ. მოგესალმებით თქვენ